გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინოვაციაში. მე ვარ თქვენი წამყვანი ლინ პლახმაიერი და მადლობას გიხდით, რომ შემოგვიერთდით. ზოგიერთი მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა თვალსაჩინოდ არ ჩანს. იქნება ეს დაავადება ადამიანის სხეულში, თესლში დამალული თვისებები, გზაზე არსებული საფრთხეები, თუ დროთა განმავლობაში განვითარებული მხედველობის დაკარგვა. დღეს ახალი ტექნოლოგიები გვეხმარება დავინახოთ ის, რაც ადრე უხილავი იყო. ასე რომ ამ საღამოს ვიკვლევთ, როგორ ხდის ინოვაცია უხილავს ხილულად. მაგრამ ჯერ ჩვენი მთავარი ამბები. ეს ისრაელის კომპანია ისტორიას ქმნის, რადგან პირველად ჩაატარა სრულად რობოტით ასისტირებული კატარაქტის ოპერაცია ცოცხალ პაციენტზე. ჩვენ ეს კომპანია მოვინახულეთ. AutoBrains-ი უერთდება Uber-სა და Nvidia-ს, რათა მიუნხენი რობოტაქსი დაიპყროს. და პაპიც მინდა მისიით გამოვიდა, რათა მსოფლიო გააფრთხილოს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რადგან ციტირებ, კაცობრიობა არ არსებობს სხვა ადამიანების გარეშე. კლიმატის ცვლილება, წყლის დეფიციტი და მზარდი გლობალური მოსახლეობა უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს ჩვენ საკვების მარაგზე. როგორ უნდა მოვიყვანოთ მეტი საკვები ნაკლები რესურსით? ერთი ისრაელური კომპანია თვლის, რომ პასუხი რაღაც საოცრად პატარა რამით იწყება ფესლით. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა შემოგვიერთდა დოქტორი ცოფნათ მაოსი, ჰაზირას კვლევისა და განვითარების მიმართულებით კულტურების პორტფელის ხელმძღვანელი. დოქტორო ცოფნათ მაოს, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდით. როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორში ინოვაციებზე ვფიქრობ, შეიძლება ტრაქტორები და დრონები გაგვახსენდეს, მაგრამ აუცილებლად თესლებზე არ ვფიქრობთ. მაშ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ თავიდან დავფიქრდეთ და ყურადღება მივაქციოთ ამ პატარა თესლს? სინამდვილეში თესლის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გენეტიკა, რომელიც თესლებში ჩვენს პროდუქტშია კონცენტრირებული. ჩვენი ინოვაცია გენეტიკის ოპტიმიზაცია, რათა მივიღოთ ოპტიმალური თვისება, რომელიც საბოლოოდ დააკმაყოფილებს მზარდი მოსახლეობისა და მომხმარებლის მოთხოვნებს მათ თეფშზე მოსახვედრ პროდუქტთან დაკავშირებით. ყოველი თესლი ატარებს გენეტიკურ კომბინაციას, რომელიც განსაზღვრავს მცენარის პროდუქტიულობას, მოსავალს, დაავადებების მიმართ მდგრადობას და საბოლოო ნაყოფის გემოს. ყველა ეს კომბინაცია თესლის ინდუსტრიას ინოვაციურს ხდის, რათა გააერთიანოს ექსპერტიზა და ტექნოლოგია. და ეს მიდგომა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი ტრაქტორი ან დრონი. ალვერა იხელებს გენეტიკურ ინსტრუმენტებს, გენომურ ინსტრუმენტებს, მოლეკულურ მარკერებს და უზარმაზარ მონაცემთა ბაზას, რათა დააჩქაროს სელექცია და წინასწარ განსაზღვროს, რომელი გენეტიკური კომბინაცია დააკმაყოფილებს მზარდი მოსახლეობის საჭიროებებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი პომიდრის ან ბოსტნეულის, რომელიც უბრალოდ არ იარსებებდა თანამედროვე სელექციური ტექნოლოგიების გარეშე. შესანიშნავი მაგალითია რიფის კიტრი. ეს არის კიტრის ჯიში, რომელიც გუნებრივად გაგახანგრძლივებული შენახვის ვადით შეიქმნა. სტანდარტული კიტრი მოსავლის აღებიდან რამდენიმე დღეში ფუჭდება, მაშინ როცა რიფის კიტრი მნიშვნელოვნად დიდხანს ახალი რჩება, რაც ამცირებს მოსავლის შემდგომ დანაკარგებს მეწარმისთვის და მომხმარებელს უკეთეს პროდუქტს აწვდის. აქ ჩვენ გვაქვს პროდუქტი, რომელიც ხარისხის მახასიათებელს არა მხოლოდ გემოსთვის წარმოადგენს, არამედ ეკონომიკურ და მდგრადობის უპირატესობასაც ძენს მთელ მიწოდების ჯაჭვს. როდესაც მიწოდების ჯაჭვში ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნება და პროდუქტის უფრო ხანგრძლივად ტრანსპორტირების შესაძლებლობა არსებობს, საბოლოო მომხმარებლამდე, ეს რეალურად ზრდის დამატებით ღირებულებას მზარდი მოსახლეობისთვის. ანუ ვაპირებთ თუ არა სრულიად განსხვავებულად ვჭამოთ. ვთქვათ 20 წლის შემდეგ ვაპირებთ თუ არა სრულიად განსხვავებული ხილი ან ბოსტნეული მივიღოთ. აუცილებელი არ არის, რომ განსხვავებული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვნად უკეთესი იქნება.
Pomidori მაინც pomidorivit გამოიხურება, კიტრი მაინც კიტრივით გამოიხურება, მაგრამ შიგთავსი განსხვავებული იქნება. სორტები, რომლებიც გამოყვანილია უფრო მაღალი საკვები ღირებულებისთვის, უკეთესი გემოსთვის, ხანგრძლივი შენახვისთვის, მაღალი მოსავლიანობისთვის და განსაკუთრებული ზრდისთვის. მდგომარეობა, რომელსაც ყველა ვაწყდებით კლიმატის და კლიმატის ცვლილების გამო. Ყველა ეს თვისება საბოლოოდ გენეტიკაში შეიკრება და უკეთეს პროდუქტებს მოგცემს, რომლებიც ჩვენს ახალ გარემოსა და ჩვენს ჯანმრთელობას შეუტყობენ ხელს. მომავალში საკვებს. გასაოცარია. დოქტორი ცოფნათ მაოს ჰაზირას კვლევისა და განვითარების კულტურების პორტფელის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. გმადლობთ. ეხლა ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაცია, მაგრამ ამჯერად ინსტრუმენტებს ქირურგი არ მართავდა. პირველად ისტორიაში კატარაქტის ოპერაცია სრულად დაასრულა ისრაელში შექმნილმა რობოტულმა სისტემამ. ნატაშა კირჩბერგი მოგვითხრობს. ვერ ვაკეთებ იმას, რასაც ადრე ვაკეთებდი. ითხოვა და კერვა შევწყვიტე, რადგან ვერ ვხედავ. ასევე ჩემი საყვარელი ადამიანების სახეები ბუნდოვანი ხდება. ამიტომ ვიკავებ თავს საუბრისგან ან ხალხთან შეხვედრისგან, რადგან მეპარება ეჭვი. ნამდვილად ისინი არიან თუ არა. ეს ბერნადეტია. ის 61 წლისაა, თითქმის 2 წელია, რაც კატარაქტამ ნელ-ნელა წაართვა მას მხედველობა. მაგრამ ამ წლის დასაწყისში ის მედიცინის ისტორიის ნაწილი გახდა, რადგან ბერნადეტი გახდა მსოფლიოში პირველი პაციენტი, რომელმაც გაიკეთა კატარაქტის ოპერაცია ისრაელში შექმნილი რობოტიზებული პლატფორმის გამოყენებით. ეს არის ჯასპერი, პირველი რობოტიზებული სისტემა პლანეტაზე, რომელიც სპეციალურად თვალის ოპერაციებისთვის არის შექმნილი. და მის უკან დგას ქირურგი, რომელსაც საკუთარი გამოცდილებით კარგად ესმის, რამდენად რთული შეიძლება იყოს კატარაქტის ოპერაცია. პირველად როცა ეს ოპერაცია ჩავატარე, დასრულების შემდეგ მთლიანად სველი ვიყავი, სულ გავიწურე, სათვალეებში 2 თქლიც კი დამიგროვდა. ისეთი რთული იყო, არ ვიცოდი, ხელები სად დამედო, არანაირი მხარდაჭერა არ იყო. მაშინ თქვი, შეუძლებელია ეს იყოს საუკეთესო ტექნოლოგია, რაც ქირურგებს შეგვიძლია შევთავაზოთ. ასე დავიწყეთ ყველაფერი. ეს იდეა საბოლოოდ გადაიქცა კომპანიად სახელად Foresight Robotics-ი, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს იმას, რასაც ბევრი ექსპერტი მზარდ გლობალურ მხედველობის კრიზისად მიიჩნევს. მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ადამიანს სავარაუდოდ კატარაქტის ოპერაცია სჭირდება. მაგრამ ყოველწლიურად მხოლოდ დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი იკეთებს ამ ოპერაციას. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გვყავს საკმარისი ქირურგები. მედიცინაში საკმარისი ხალხი არ მიდის, მაგრამ პაციენტების რაოდენობა დრამატულად იზრდება. მიზანი არ არის ქირურგების ჩანაცვლება, არამედ მათთვის კიდევ ერთი ინსტრუმენტის მიცემა. Jasperi მუშაობს როგორც მათი ხელების მაღალ ტექნოლოგიური გაგრძელება. რობოტული მკლავებით, 4K კამერებით და ძლიერი კომპიუტერებით, რაც საშუალებას აძლევს თვალის შიგნით ულტრაზუსტ მოძრაობებს. ქირურგი კომფორტულად ზის კონსოლთან, უყურებს გადიდებულ პირდაპირ გამოსახულებას და რეალურ დროში მართავს ყველაფერს, ისე რომ სტერილიზაციის პროცედურაც კი არ სჭირდება. მომავალში Jaspers გამოიყენებენ სხვა თვალის პროცედურებისთვისაც, მაგალითად ბადურის ოპერაციებისთვის. დღეს ქირურგი როგორც წესი ატარებს რამდენი კატარაქტის ოპერაციას? დღეს ისინი აკეთებენ დაახლოებით 10-დან 20-მდე და თუ საუკეთესო ხარ, შეგიძლია დღეში 30 ოპერაციაც კი გააკეთო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურად რამდენ ოპერაციას შეძლებთ ყოველდღე Jasperis სისტემის გამოყენებით? ჩვენ ველოდებით, რომ დღეში დაახლოებით 70-დან 80-მდე პროცედურას შევძლებთ. გასული წლის ივნისში Foresight Robotics-მა სერიების B დაფინანსებაში საოცარი 128 მილიონი დოლარი მოიპოვა, რადგან ადამიანის თვალზე ოპერაციისთვის რობოტის შექმნა მხოლოდ ქირურგებს არ ჭირდება. ჩვენ გვყავს მექანიკური ინჟინრები, გვყავს პროგრამული უზრუნველყოფის გუნდი, ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაციები, ალგორითმები, მოძრაობის კონტროლი. გვყავს სისტემური ინჟინრები, რომლებიც თელკულევისა და განვითარების ძალისხმევას აწყობენ. ყავთ თუ არა ექიმები ადგილზე, რომლებიც რეალურად მუშაობენ რობოტთან. ჩვენთან ქირურგები მოდიან ნაშრომად ხევს. რობოტები თავად ფიზიკურად იმყოფებიან ამ სართულზე ყველასთან ერთად. ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, რადგან ისინი ფარულ რეჟიმში არიან. ამჟამად არაფრის გადაღების საშუალებას არ გვაძლევენ. ეს საიდუმლოა. დიახ, სორია, აქ ბევრი რობოტი გვყავს. გვაქვს 2 სართული, 50,000 კვადრატული ფუტი ფართობით ჩვენს დაწესებულებაში. მგონი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ოპერაციას ისევ ადამიანი ატარებდა.
მართლა ვერ მივხვდი რომ რობოტი იყო. არც კი ვიცოდი რომ ოპერაციას მიკეთებდნენ, რადგან უცებ ყველაფერი დასრულდა. მიმაჩნია რომ გამიმართლა, რადგან პაციენტად ამირჩიეს. ამ მაღალი ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით ექიმები აღარ დაიღლებიან ისე, რადგან არსებობს მანქანა, რომელიც ეხმარება მაშინ, როცა ბევრი ოპერაციაა ჩასატარებელი. ამ დროისთვის ჯასპერმა ფილიპინებში 12 წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, მაგრამ Foresight Robotics გეგმავს რობოტული სისტემის დანერგვას აშეტეშუში და ამჟამად FDA-ის დამტკიცების პროცესშია. რათა უფრო მეტმა პაციენტმა ბერნადეტის მსგავსად საბოლოოდ შეძლოს კვლავ ნათვად დაინახოს, იცოდნენ რომ მათ ყველაზე უსაფრთხო პროცედურას უტარებენ. აღარ მაქვს შიში რომ ასაკის მატებასთან ერთად ვეღარ დავინახავ. შვიდად ვარ, რადგან ვიცი რომ კიდევ მრავალი წელი შემიძლია ვიცხოვრო მკაფიო მხედველობით, ჯანმრთელი თვალებით. ბოლოს და ბოლოს ისევ შევძლებ ჩემი შვილიშვილებისა და მეგობრების ნათლად დანახვას. ეხლა ცილა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენს იოგურტებშია, ჩვენს წასახემსებლებში და როგორც ჩანს, თითქმის ყველა პროდუქტში ჩვენს სუპერმარკეტებში. მაგრამ ცილები ბევრად მეც აკეთებენ, ვიდრე უბრალოდ ენერგიას გვაძლევენ. ისინი ის მოლეკულებია, რომლებიც თით სიცოცხლეს ამოძრავებენ და ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაავადებებში. აქ შემოდის ისრაელის სტარტაპი პროტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. კომპანია გიაგენებს მიღმა იყურება და ცილებს იკვლევს, რათა დაეხმაროს კიბოს მკურნალობის შემდეგი თაობის აღმოჩენაში. ამ თემაზე უფრო დეტალურად სასაუბროთ ახლა შემომიერთდა ერან სიგერი. თქვენ ხართ პროტის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ, მადლობა მოწვევისთვის. ადამიანების უმეტესობას დნმ-სა და გენეტიკის შესახებ სმენია, მაგრამ ცილებზე ასე ხშირად არ საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასე? რატომ ფიქრობთ ასე? ფიქრობთ, რომ ადამიანები მთელი ეს დრო არასწორ ადგილებში ეძებდნენ? არა, დნმ-ისა და გენომიკის რევოლუციას თავისი გავლენა აქვს და ეს იყო იმ პერიოდის მთავარი მოვლენა და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია პაციენტების შერჩევასა და ახალი მედიკამენტების აღმოჩენაში. მაგრამ ეს იყო 2000-იანი წლების დასაწყისის რევოლუცია. და ახლა ეს უკვე პლატოზე გადადის და თუ გინდა ნამდვილად გაიგო რა ხდება სიცოცხლეში, სადაც სიცოცხლეს ის განსაზღვრავს, თუ როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან ცილები, სწორედ ამ დონეზე უნდა შეხედოთ. და ჩვენ თავად ცილებს ვაკვირდებით, რათა ზუსტად გავიგოთ, როგორ შევცვალოთ ისინი ძალიან ზუსტი გზით, რომ დაავადებები განკურნოთ. აბა როგორ აკეთებთ ამას? ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს კიბოს დეტალურად გასაანალიზებლად, მაგრამ რას ხედავს ხელოვნური ინტელექტი, რაც შეიძლება ადამიანმა მკვლევრებმა გამოტოვა? დიახ, ჩვენ ვაკვირდებით კონკრეტულ ცილოვან კომპლექსებს და ვიყენებთ სარგებლობთ ხელოვნური ინტელექტის წარმატებით. ეს საშუალებას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოთ ცილის დაკეცვა. ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველების მოდელი ეწოდება AlphaFold. ეს იყო მედიცინის ნობელის პრემიის გამარჯვებული 2024 წელს. და მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან კარგია ერთი ცილის შემთხვევაში, როდესაც საქმე ცილების ფუნქციას ეხება, ანუ იმას თუ როგორ მუშაობენ ორი ან მეტი ცილა ერთად. მას აქვს თავისი შეზღუდვები. და ის ჩვეულებრივ ზედმეტად თავდაჯერებულია, როგორც შენ, ChatGPT. ამ შეზღუდვების დასაძლევად ჩვენ ვამატებთ მონაცემებს, საკუთრებით მონაცემებს პროტეომიკიდან, თავად ცილებიდან, რათა გავიგოთ, როგორ მუშაობს ცილოვანი კომპლექსები. და აქ ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა მაგალითი ცილოვანი კომპლექსებისთვის, თუ როგორ მუშაობენ ისინი ერთად. და როგორც კი შევძლებთ მათი ერთობლივი მუშაობის მოდელირებასა და გაგებას, ასევე შევძლებთ გავიგოთ, როგორ დავძლიოთ ის დაავადება, რომელსაც ისინი იწვევენ. მაშ, მივდივართ თუ არა ისეთ მომავალში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ახალ წამლებს მეცნიერებზე ადრე აღმოაჩენს. უდაოდ, ესე რომ ვფიქრობ, ეს იქნება ჰიბრიდული პროცესი სულ მცირე მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ეს არ არის, ეს სინამდვილეში რბოლა არ არის, ხო ასე? ყველა ტექნოლოგია მეცნიერებთან ერთად მიაღწევს განკურნების გზებს. საბოლოოდ ასე არ არის. თქვენ ვერ შეძლებთ წამლის აღმოჩენას მის რეალურ პირობებში შემოწმების გარეშე, ასე რომ ლაბორატორია აუცილებლად უნდა იყოს პროცესში ჩართული. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სწორი ნაერთისა და სწორი წამლის შექმნით, შეგიძლიათ უფრო სწრაფად დაადასტუროთ მისი ეფექტურობა, კლინიკურ ეტაპზე გადაიყვანოთ და შექმნათ უკეთესი წამლები უფრო სწრაფად. ერენ სიგერი, პროტის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. მადლობა მოწვევისთვის.
შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს საჭესთან ადამიანებზე უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება. ისრაელური კომპანია AutoBrains ფიქრობს, რომ პასუხი დადებითია. მისი ტექნოლოგია ეხმარება ავტონომიური მანქანების შემდეგი თაობის განვითარებაში. ახლა კი კომპანია Uber-სა და Nvidia-სთან თანამშრომლობს, რათა რობოტაქსები ევროპის ქუჩებზე გამოვიდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის იგორ რაიხოვ-გაუზი. იგორ, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ და გილოცავთ ამ საინტერესო სიახლეს. მადლობ მოწვევისთვის. მითხარით, გთხოვთ. უკვე წლებია ვისმენთ თვითმართვადი მანქანების შესახებ, მაგრამ ეს ჯერ რეალობად არ ქცეულა. როგორ ფიქრობთ, რატომ? და როგორ ფიქრობთ, თქვენი სისტემა როგორ შეცვლის ამ რეალობას? დიახ, პირველ რიგში მე მჯერა, რომ რობოტაქსები და ავტონომიური მართვა უკვე აღარ არის კითხვა, მოხდება თუ არა ეს. არამედ მხოლოდ დროის საკითხია, რადგან უკვე ვხედავთ ათასობით რობოტაქს აშშ-ში, სან-ფრანცისკოში, სადაც ოპერირებს Waymo. ჩვენ ამ ტექნოლოგიას კიდევ რამდენიმე ნაბიჯით ვავითარებთ და ვნერგავთ ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფორმატში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მანქანისთვის. და ჩვენ კონცენტრირდებით ამ ტექნოლოგიის ევროპაში შემოტანაზე, ვიწყებთ მიუნხენიდან, ერთობლივად თანამშრომლობთ Uber-თან და Nvidia-სთან. თქვენ როგორ ფიქრებთ, რატომ აირჩიეს Uber-მა და Nvidia თქვენი სისტემა, რადგან ბევრი სხვა სისტემაც არსებობს. რა უპირატესობა გაქვთ თქვენ? დღევანდელ რობოტაქსებში სისტემების უმეტესობა დაფუძნებულია უხეშ ძალაზე. ამას ეწოდება ბოლომდე სწავლის მეთოდი. ძირითადად ერთი ძალიან დიდი ნეირონული ქსელის გამოყენება, რომელიც მართვაზეა გაწვრთნილი. ჩვენ სხვა მიდგომას ვიყენებ, რომელსაც ეწოდება აგენტური ხელოვნური ინტელექტი. ჩვენი სისტემა აგენტების დიდი რაოდენობით არის აგებული. შეგიძლიათ აგენტები წარმოიდგინოთ როგორც სპეციალიზებული ცხოლები, რომლებიც დინამიკურად კოორდინირდებიან. და ამიტომ ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა. რაც შეეხება სიზუსტეს, ეს აგენტები კონკრეტული სცენარებისთვის არიან სპეციალიზებული. ხარჯების მხრივ კი სრული მონოლითური მოდელის გაშვების ნაცვლად ჩვენ ვიყენებთ უფრო მოკრძალებულ რესურსების მხრივ ეკონომიურ აგენტებს, რომლებიც ერთდროულად სპეციალიზებულებიც არიან და უფრო ხელმისაწვდომებიც. რატო განსაკუთრებით მიუნხენი? ევროპაში ხო ბევრი ქალაქია, ეს რეგულაციების გამოა. დიახ, მიუნხენი ნამდვილად ავტოინდუსტრიის გულია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ მეორე მიზეზიც არსებობს. მიუნხენი ასევე ყველაზე მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა უსაფრთხოებისა და რეგულაციების თვალსაზრისით. და ჩვენ ვჯერა, რომ თუ მიუნხენში შევძლებთ, ყველგან შევძლებთ. ფასის მხრივ, თუ ამაზე ვიფიქრებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია? მომავალში ტაქსით სარგებლობა უფრო ძვირი იქნება, სანამ გაიაფდება? შეიძლება. ჩვენ ვჯერა, რომ ავტონომიური მართვა მნიშვნელოვნად შეამცირებს ტაქსითა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის ხარჯებს და რობოტაქსების მიღმაც. იდეა, რომ ეს ტექნოლოგია ყველა ავტომობილში დაინერგოს, არა მხოლოდ რობოტაქსებში. რა სელით მიუნხენის შემდეგ? მიუნხენის შემდეგ გეგმავთ მასშტაბის გაზრდას. ჩვენი ამჟამინდელი ფოკუსი ორი გეოგრაფიული არეა: ევროპა ზოგადად, მიუნხენსა და გერმანიას მიღმა და სამხრეთ აზია. სადაც ასევე ხედავთ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას მოცულობებისა და გამოწვევების თვალსაზრისით, ქაოტური მოძრაობისა და ძალიან მჭიდრო და რთული ურბანული გარემოების გამო. და ბოლოს 20 წლის შემდეგ ჩვენი შვილები ისევ ისწავლიან მანქანის მართვას. თუ ეს უნარი სრულიად ზედმეტი გახდება, მე მჯერა, რომ უკვე 5 წელიწადში სრულიად განსხვავებული სამყარო გვექნება. როდესაც ავტონომიურ მართვაზე ვსაუბრობთ, ნახავთ, რომ გზებზე ათასობით ავტონომიურად მართვადი მანქანის ნაცვლად, უკვე 100,000-ობით და მილიონობით ასეთი მანქანა გამოჩნდება. ძალიან საინტერესოა ვნახოთ რა მოხდება. იგორ რაიჩოვ-გაუზი, AutoBrains-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. მადლობა, რომ მიმიწვიეთ. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. აპილეო ცდილობს ჩვენი სულების გადარჩენას ხელოვნური ინტელექტისგან. ამერიკელმა პაპმა გამოაქვეყნა 82,000 სიტყვიანი წერილი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე. მაგალითად, რისკები, როდესაც მისი ძალა რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირდება, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ურთიერთობები. ჯო ბრაუნი მოგვითხრობს, როგორ უნდა გადავარჩინოთ ეს სულები. პაპმა ლეომ ახლახან გამოაქვეყნა თავისი პირველი პაპის დოქტრინა, პირველი თავისი პონტიფიკატებიდან და ეს არის 250 გვერდიანი ბროშურა სახელწოდებით Magnificat Humanitas, დიადი ადამიანები. ეხლა უმეტეს შემთხვევაში ესეთი ტიპის ნაშრომები მხოლოდ ვატიკანში კარდინალებს შორის ვრცელდება.
მაგრამ პაპმა ლეომ გადაწყვეტა ოდნავ განსხვავებული მიდგომა აირჩიოს, რადგან სურს, რომ ეს გზავნილი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოისმინოს, რადგან მას ჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კაცობრიობისთვის ამჟამად, გარდამტეხი მომენტი, თუ გნებავთ. ანუ, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი. მან ეს წამოიწყო კომპანია Anthropic-ის აღმასრულებელ დირექტორ ქრის ოლაჰთან ერთად და მისი არსი ისაა, რომ მას სურს ხელოვნური ინტელექტი იყოს ბევრისთვის და არა მხოლოდ ცოტასთვის. მას სურს, რომ ეს იყოს რაღაც, რაც ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომია, მაგრამ ამავდროულად იმართება ყველას მიერ და არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მიერ, რომლებსაც შეიძლება გქონდეთ გარკვეული ფარული მოტივები თუ გნებავთ. მან ეს ბაბილონის კოშკს შეადარა. იმ გაგებით, რომ ყველა ცდილობდა ინდივიდუალისტი ყოფილიყო და თავისით მიეღწია მწვერვალამდე, ღმერთამდე და საბოლოოდ ამან კაცობრიობა კიდევ უფრო დაყო, ვიდრე ადრე იყო. ამიტომ ის იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანიები და მთავრობები შეძლებენ ძალაუფლების დონის შემცირებას, რომელიც სათავეში მდგომ რამდენიმე ადამიანს აქვს და რომ მათ შეუძლიათ ეს ძალაუფლება ყველას შორის გაანაწილონ. საინტერესოა ის, რომ ის დიდ ყურადღებას ამახვილებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ომში. ეხლა ეს არის რაღაც, რაც უკვე გამოიყენეს ღაზაში და გამოიყენეს უკრაინაში. და მისი შიში ამასთან დაკავშირებით ისაა, რომ თუ ადამიანები აღარ ჩაერთვებიან, მაშინ ადგილზე მყოფი ყველა ადამიანი, ისინი, ვინც მიზანში ხვდებიან, უბრალოდ სტატისტიკად იქცევიან. და როდესაც ადამიანები სტატისტიკად იქცევიან და ვიან და არა პიროვნებებად, ეს ართმევს მათ იმას, რაც ადამიანობას აძლევს. ეხლა ეს აჩვენებს, თუ საით სურს პაპ ლეოს თავისი პაპობის წარმართვა და ალბათ ეს მნიშვნელოვანია, რომ ის ამერიკელია. ხელოვნური ინტელექტის ლიდერები ამერიკელები არიან და ეს შეიძლება ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყოს იმაში, თუ როგორ გახდა ის პაპი, როგორ მოიგო კონკლავი. ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ რაც არ არის ვარაუდი, არის ის ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტი კათოლიკური ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რაც პაპი ლეოს სურს თავისი პაპობის მთავარი თემა გახადოს. ეხლა გადავიდეთ ვირუსულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რადგან ახალი კვლევის მიხედვით გენერაცია Z-ის აღტაცება ხელოვნური ინტელექტით გასულ წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა. ამავდროულად ამ ინსტრუმენტების მიმართ გაღიზიანება გაიზარდა. ამის ასახსნელად ეხლა ჩემთან ერთად არის i24 News-ის ინგლისურენოვანი კორესპონდენტი ჯოდი ნიცელოვიცი. ჯოდი, რა გახდა ამ უკმაყოფილების მიზეზი ახალგაზრდებში? მუდმივად ხედავთ ახალ განცხადებებს კომპანიებისგან, რომ ისინი თავიანთ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტს ამატებენ. ყოველდღიურად იზრდება ხელოვნური ინტელექტი ყველგანაა, ტელეფონებში, ლეპტოპებში რაც გინდათ. ამ ეტაპზე თითქოს თუ ახალი მაცივარი გამოვა და მასში ხელოვნური ინტელექტი არ იქნება, ინვესტორები ნერვიულობას დაიწყებენ. ხალხი უბრალოდ ამბობს, რატო არის ხელოვნური ინტელექტი ყველაფერში. თითქოს ეს ზედმეტად არის გაპიარებული და ხალხს პირდებიან ამ რობოტ ასისტენტებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი. ხშირად ამ ჩატბოტებთან კამათი მიწევს, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ვერ აკეთებენ იმას, რასაც თხოვ. ამ ეტაპზე მგონია, რომ უფრო იმ რილაქსზე ვფიქრობთ, რომელიც საშუალებას მოგცემს ხელოვნური ინტელექტი გამორთო, ვიდრე დაამატო. ამიტომ ეს გენზის თაობის ადამიანები ჩადიან ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში, რომ თავი ჩაკეტონ ამ უსახურ ციხეებში. ესეც ძალიან საინტერესოა. რადგან Google-ის წარმომადგენელმა უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, როგორც ჩანს, გენზის თაობის სტუდენტებისგან სტვენა მიიღო, როცა ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა. ესე რომ ეს ახალგაზრდებში დიდ პრობლემად იქცევა. ეხლა კი ევროკავშირზე გადავიდეთ, რადგან ისინი შეცვლადი ბატარეების მოთხოვნას აყენებენ. დიახ, ეს ისეთი დაბრუნებაა, რომელსაც არავინ ელოდა შემიძლია წარმოვიდგინა. ევროკავშირის რეგულატორები კომპანიებს უბიძგებენ, რომ მომხმარებლებისთვის ბატარეების შეცვლა უფრო მარტივი გახდეს. ეხლა არ მინდა თავი ასაკოვნად გაგრძნობინა, მაგრამ გახსოვს, ესეთი დრო იყო. მადლობ, ჯოდი. არაფრის. ეს ყოველთვის კარგი გზაა წინადადების დასაწყებად, არა? იყო დრო, როცა უბრალოდ შეგეძლო ტელეფონის უკანა მხარე გაგეხსნა და ბატარეა შეგეცვალა თუ რაღაც არასწორად მუშაობდა. ეხლა მახსოვს ეს ნამდვილად. ხო, ესენი იყო ძალიან პატარა ტელეფონები, ინტერნეტის გარეშე უბრალოდ გველი ჰქონდათ და ეგ იყო, ხო? ეხლა ბატარეის შეცვლა იმდენად რთულია, რომ ხალხი უბრალოდ ამჯობინებს სრულიად ახალი ტელეფონი იყიდოს. ამიტომ ევროკავშირს ამის შეცვლა სურს და გაგვიადვილოს ჩვენი მოწყობილობების გამოყენება ისე, რომ ბატარეის შეცვლის ან ახალი ტელეფონის ყიდვის პრობლემა აღარ გქონდეს.
მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომაა, რომ ბატარეის შეცვლა რთულია, თუ გარემოზეცაა საუბარი, ან იმიტომ რომ ჩიპია. რადგან ეს ევროკავშირია, ვიტყოდი, რომ გარემოზე დიდი აქცენტია გაკეთებული. სრულიად მართალი ხარ, ნამდვილად მართალი ხარ ალბათ. და რაც შეეხება ჩიპებს, Nvidia-მაც გამოუშვა ახალი ჩიპი და რა თქმა უნდა, ის ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ. Z თაობა გაერთიანდება. ეს არ მოსწონთ, მაგრამ კარგი უკვე გაუშვეს. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი სადღაც ღრუბელშია. როცა ChatGPT-ს კითხვას უსვამთ, ის სადღაც მონაცემთა ცენტრში მიდის და პასუხს უკან გიბრუნებთ. ეხლა Nvidia-მ გამოუშვა ან აპირებს გამოშვებას კომპიუტერის ჩიპის, რომელიც პირდაპირ თქვენს კომპიუტერში თავსდება. და ეს არის ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი, ის თითქმის ასისტენტივითაა განკუთვნილი, ის დაგეხმარებათ იმეილებთან მუშაობაში, პროექტების მართვაში და განრიგების ორგანიზებაში, ყველაფერში ამგვარად. ეს თითქოს მთელი პირადი ასისტენტია თქვენს ლეპტოპში. მაგრამ შემდეგ ჩნდება კითხვა, ეს როგორ იმუშავებს? ჩემს კომპიუტერს უჭირს თუ Chrome-ში 20 ჩანართი მაქვს გახსნილი. ეხლა კი მთლიანი ხელოვნური ინტელექტის კომპიუტერული სისტემა მაქვს ლეპტოპში. არ ვიცი. ზუსტად ესე ChatGPT-თანაც, რადგან მაგალითად თუ რამეს კითხულობ, პასუხის მისაღებად რამდენიმე წამი მაინც სჭირდება და განსაკუთრებით მაშინ თუ შეცდომა დაუშვი, ან რამე და გინდა თავიდან დააჭირო. ვაუ, ამას უსასრულო დიდი დრო სჭირდება. ეს ძალიან უცნაურია. ეს სუნთლად მაშინებს, ძალიან გამაღიზიანებელია. კარგი, მაგრამ ეს ჩიპი მაინც გპირდება, რომ სხვანაირად გააკეთებს ამას. დიახ, ძალიან მაღალი ფასის სანაცვლოდ ალბათ, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული იქნება ყოველფრისგან, რაც აქამდე გვინახავს. საოცარია. კარგი, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან იყვნენ ადამიანები, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მოდით ვნახოთ, ნამდვილად არის თუ არა პროდუქტი ისეთი, როგორცაც გვირდებიან. ჯოდი ნიცელოვიცი, i24 News-ის ინგლისურენოვანი კორესპონდენტი, მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. მადლობა. და ეს არის ყველაფერი, რისთვისაც დღეს დრო გვაქვს. მე ვარ თქვენი წამყვანი ლინ პლახმაიერი. შემოგვიერთდით მომავალ კვირას Innovation-ის ახალ ეპიზოდზე. მადლობ ყურებისთვის და გისურვებთ მშვენიერ დღეს, სადაც არ უნდა იყოთ. ფელავი ვიდა.